მსახურობს თავისუფალი საქართველოს სამფრობილო აქციას. თუ ასე გაგრძელდა, ყველანი ამ ციხეში ვიქნებით. ზოგი პანიკა, ზოგი გუშაგა, მაგრამ ყველანი ციხეში. უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის 213 დღეს მოქალაქეები მასშტაბურ საპროტესტო მანიფესტაციას ამზადებენ. მორჩილება დროა საქართველოს დადგეს. ეს არის საპროტესტო აქციის სახელწოდებაც და მთავარი გზავნილიც, რომლის გარშემოთ სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, პოლიტიკური გემოვნებისა და შეხედულების მქონე მოქალაქეები იქნება. შეხვედრის ადგილიც და დროც ტრადიციულად საღამოს 8 საათი და რუსთაველის გამზირია. დემონსტრანტები წულკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საფუძვლით დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერებისა და აქციებზე დატყვევებული თანამებრძოლების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. შეუძლებელი ამ ბრძოლაში ქართველი ხალხი დამარცხდეს. იმიტომ რომ ჩვენსკენ არის სიმართლე, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. მნიშვნელოვანი არის ის ერთობა, რა ერთობასაც ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ საზოგადოებაში, ბრძოლა გრძელდება და 29-ში გელოდებით ყველას. თითოეული ქართველის ჩვენი მთავარი მიზანი და მოთხოვნა არის ის, რომ ის არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც დღეს ყავს, ქართული ოცნება აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ამ ქვეყანას გაუჩნდეს მომავლის იმედი. სწორედ 29-ში ძალიან ბევრი ადამიანის გამოსვლა არის აუცილებელი იმისთვის, რომ პირველ რიგში ერთმანეთს დავანახოთ, რომ არსად არ წავსულვართ. არ დავიღლებით და მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე, მით უმეტეს სინდისის პატიმრების დასკვნითი პროცესები უწევს ახლა და მათაც უდიდესი ალბათობით მიუსჭიან კაცრ სასჯელს. სტუდენტები, ხელოვანები, ექიმები, ჟურნალისტები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, გამომსვლელებს შორის იქნებიან რა თქმა უნდა პოლიტიკოსებიც. რუსთაველის გამზირზე მისვლას გეგმავს ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტიც. პასუხი იმაზე თუ რაც ხდება, არის კიდევ ერთი ნაბიჯი წინ. და ერთი ნაბიჯი წინ ნიშნავს ერთი ნაბიჯი წინ ერთობაში. ყველასი ერთად დგომა. და ამის საშუალება გვეძლება კვირას 8 საათზე, რომ ყველანი გამოვიდეთ და მე ყველას თითოეულ ადამიანს, რომელიც უყურებს დღეს რა ხდება საქართველოში, რომელსაც ესმის, ან რომელიც გრძნობს თუ საითკენ მიყავთ ეს ქვეყანა, ეს ის დღეა, როცა უნდა გამოვიდეთ ყველანი ერთად. პარტიების წევრები, აქტივისტები, მშობლები, არასამთავრობოები, ცალკეული ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მოდიან ყოველდღიურად პროტესტში, ყველანი ერთად. მე ვიქნები იქა, თქვენ იქნებით იქა. 29 ივნისის საპროტესტო მანიფესტაციის მონაწილეები უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის 2 ფუნდამენტური მოთხოვნის სადარაჯოზე რჩებიან: სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ივანიშვილის მთავრობის გადადგომა.